რა მოხდება, რომ გითხრათ, თქვენ გაწვრთნილი იყავით საკუთარი ენერგიის დათრგუნვამდე, სანამ იცოდით მისი არსებობის შესახებ, არ არწმენით, არამედ ნერვული სისტემის კონდიცირებით. ამიტომ, თქვენი განწყობისა და თავდაჯერებულობის კონტროლი ძალიან რთულია. თქვენ არასოდეს გისწავლიათ ქცევის ქვეშ არსებული კონტროლის რეალური ფენა. მაგრამ როგორც კი შეიგრძნობთ თქვენს ენერგიას, შეგიძლიათ შეცვალოთ იგი. სიმართლე ისაა, რომ მას ჯერ არ უგრძნია ძალაუფლება. უმეტეს დროს, თქვენ კვლავ მოძრაობთ მთელ მსოფლიოში ავტოპილოტით, რეაგირებთ, დაღლილები ხართ, ატარებთ დაძაბულობას, რომელიც არ აირჩიეთ. თქვენ შეგიძლიათ იგრძნოთ, რომ რაღაც უფრო ღრმა არსებობს, მაგრამ ჯერ არ იცით როგორ მიაღწიოთ მას. და ეს მშვიდი მოუსვენრობა, ის გრძნობა, რომ მეტი უნდა იყოს, ამიტომაც ხარ აქ. გახსოვთ ბოლოს როდის შეხვედი ოთახში და რაღაც განსხვავებულად იგრძნო? არ არის არასწორი, ზუსტად, უბრალოდ ბექს. როგორც თავად ჰაერს ჰქონდა ისეთი ტექსტურა, რომელსაც თითქმის შეხება შეეძლო. შენ ირგვლივ მიმოიხედე. არაფერი უადგილო ჩანდა. ავეჯი იქ იყო, სადაც უნდა ყოფილიყო. განათება ნორმალური იყო. მაგრამ სადღაც ღრმად შენს სხეულში, აზროვნების დონის ქვემოთ, რაღაც მეჩურჩულებოდა. სანამ გაიგებდი, იგრძენი. ეს არ იყო შენი ფანტაზია. ეს იყო თქვენი ენერგეტიკული ველი, რომელიც აკეთებდა ზუსტად იმას, რისთვისაც იყო შექმნილი. უხილავი ინფორმაციის შეგრძნება, მიღება, თარგმნა ისეთად, რასაც თქვენი სხეული ამოიცნობს. მთელი ცხოვრება გქონია ეს უნარი. აქ ჩამოსვლისას შენთან მოვიდა. როგორც სუნთქვა, როგორც შენი გულისცემა. ის მუშაობს ყოველი მომენტის ფონზე, რაც კი ოდესმე გიცხოვრიათ, იღებს სიგნალებს, რომელთა ინტერპრეტაცია არასოდეს გისწავლიათ. იფიქრეთ რადიოზე, რომელიც წყნარ ოთახში ზის. მაშინაც კი, როცა არავინ უსმენს, ის მაინც იღებს სიგნალებს. მასში მუდმივად გადის ინფორმაციის ტალღები, რომლებიც ატარებენ მუსიკას, ხმებს, ისტორიებს მილის მანძილზე. რადიოს არ სჭირდება ცდა. უბრალოდ ეს არის მიმღები. თქვენ იმ რადიოსავით ხართ, გარდა იმისა, რომ თქვენი ცხოვრების უმეტესი ნაწილი გაატარეთ ისე დაბალ ხმაზე, რომ დაგავიწყდათ, რომ საერთოდ არაფერი გესმოდათ. დღეს ჩვენ ვაპირებთ გავზარდოთ ხმა. ნელა, ნაზად. არა იმისთვის, რომ გადაგაგდოთ, არამედ გაგაცნოთ ის, რაც ყოველთვის იცოდით, მაგრამ გზაში რატომღაც დაგავიწყდათ. აქ არ არის აჩქარება, არანაირი გადაუდებელი. ეს არ არის გატეხილი რაღაცის გამოსწორება, რადგან შენზე არაფერია გატეხილი. ეს ეხება დამახსოვრებას. ისევე როგორც უჯრაში ძველი ფოტოს პოვნა და მოულოდნელად იმ მომენტის გახსენება, რომელიც სამუდამოდ დაკარგული გეგონა. თქვენი ენერგეტიკული ველი მოთმინებით ელოდა, რომ გაიხსენოთ მისი არსებობა. არსად წასულა. არ შეიძლება. ეს ისეთივე შენი ნაწილია, როგორც შენი ძვლები, სისხლი, აზრები, რომლებიც ახლა შენს გონებაში ტრიალებს. და თქვენმა ნაწილმა შეიძლება მოისურვოს ამ მომენტისთვის წინააღმდეგობის გაწევა, დაკავება, მოსმენა მონაწილეობის გარეშე უთხრას საკუთარ თავს, რომ შენელებას მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ ეს პაუზა არის ბარიერი. ახლა თქვენ ირჩევთ დარჩეთ ძველ რიტმში ან შეხვიდეთ ცნობიერების უფრო ღრმა ფენაში, მაშინაც კი, თუ ეს თქვენთვის უცნობია. თუ გსურთ გადალახოთ ეს ხაზი, ჩაისუნთქეთ შემდეგი განზრახვით. ასე რომ ამოისუნთქე. დაე, მხრები ჩამოაგდეს. ნება მიეცით დაძაბულობა, რომელსაც თქვენ ატარებთ, შერბილდეს, თუნდაც ოდნავ. დრო გვაქვს. სხვაგან არსად უნდა იყოთ ახლა, გარდა აქა გამოიკვლიოთ ეს უხილავი ტერიტორია, რომელიც ყოველთვის თქვენი იყო. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ ოკეანის ღრმა ნაწილში დაბადებული თევზი ხართ. თქვენ მთელი ცხოვრება წყლის გარემოცვაში გაატარეთ. ის შენს ზემოთაა, შენს ქვემოთ, ყოველ ამოსუნთქვაზე მიედინება შენს ლოყებში. წყალი იმდენად მუდმივია, ისე მუდამ აქტუალური, რომ ვეღარც კი ამჩნევ. ვინმეს რომ ეკითხა, ვერ აღწერ. ეს ისეთივე იქნება, როგორც გთხოვოთ, აღწეროთ სივრცე თქვენს აზრებს შორის. ახლა წარმოიდგინეთ, ვინმე ეუბნება ამ თევზს ოკეანის შესახებ. თევზი დაბნეული იქნებოდა. რა ოკეანე? მე ვერ ვხედავ ოკეანეს. უბრალოდ ვერაფერს ვხედავ, ცარიელი ადგილია. მაგრამ თევზი არაფერში არ ცურავს. ყველაფერში ცურავს. ოკეანე იმდენად ფუნდამენტურია მისი არსებობისთვის, რომ ის უხილავი გახდა. ეს არის თქვენი ურთიერთობა ენერგიასთან. ჩასახვის დღიდან ენერგიის ოკეანეში ცურავ. ის მიედინება შენში, შენს გარშემო, შენსა და ყველა სხვა ცოცხალ არსებას შორის. ინფორმაციას ატარებს. ის პასუხობს თქვენს ემოციებს.
ის იცვლება და იცვლება თქვენი აზრების მიხედვით. და რადგან ის ყოველთვის იყო, რადგან მის გარეშე არც ერთი მომენტი არ გიცდიათ, შეწყვეთ მის შემჩნევას. როგორც თევზი, რომელიც წყალს ვერ ხედავს. როგორც თვალი, რომელიც საკუთარ თავს ვერ ხედავს. მაგრამ ოკეანე არ ქრება მხოლოდ იმიტომ, რომ თევზს ავიწყდება მისი ძებნა. და თქვენი ენერგეტიკული ველი არ წყვეტს არსებობას მხოლოდ იმიტომ, რომ არავინ გასწავლათ მისი აღქმა. მეცნიერებს ამ ოკეანის ნაწილის სახელი აქვთ. ისინი მას ელექტრომაგნიტურ ველს უწოდებენ. თქვენი გული წარმოქმნის ერთს, რომელიც ვრცელდება თქვენი სხეულის მიღმა რამდენიმე ფუტით ყველა მიმართულებით. მკვლევარებმა ეს სფერო ზუსტი ინსტრუმენტებით გაზომეს. მათ უყურეს, თუ როგორ იცვლიდა ფორმას იმის მიხედვით, თუ რას გრძნობთ. მათ დააფიქსირეს, თუ როგორ ურთიერთქმედებს ის ახლომდებარე ადამიანთა მინდვრებთან. ეს არ არის პოეზია. ეს არის ფიზიკა. გაზომვადი, განმეორებადი, დოკუმენტირებული ფიზიკა. დიდი ხნით ადრე, ვიდრე ჩვენ გვქონდა საკმარისად მგრძნობიარე მანქანები უხილავი ძალების გასაზომად, უძველესი ცივილიზაციები უკვე აღწერდნენ ამ ენერგიას ცოცხალი გამოცდილებით. მათ შენიშნეს სასიცოცხლო დენი, რომელიც მოძრაობდა ადამიანის სხეულში, აყალიბებდა ჯანმრთელობას, ცნობიერებას და ემოციურ მდგომარეობას. ყველა კულტურას განსხვავებული სიტყვა ჰქონდა, მაგრამ ისინი ერთსა და იმავეს აღწერდნენ. ენერგიის ცოცხალი ველი, რომელიც გარშემორტყმულია და აცოცხლებს ადამიანის სიცოცხლეს, უხილავი, მაგრამ ღრმად იგრძნობა. სხვადასხვა სახელები, სხვადასხვა ენა, სხვადასხვა საუკუნეები, მაგრამ ისინი ყველა ერთსა და იმავე ოკეანეს აღწერდნენ. კითხვა არ არის, არსებობს თუ არა ეს. საკითხავია, რატომ არასოდეს გასწავლიდნენ მასში შეგნებულად ცურვას. რატომ დაგტოვეს დენებზე გადაადგილება, რომლებსაც ვერ ხედავდი, უბიძგებდნენ და აზიდავდნენ ძალებმა, რომლებიც არ იცოდი რომ იქ იყო. ალბათ იმიტომ, რომ ადამიანს, რომელსაც ესმის ოკეანე, უჭირს კონტროლი. ისინი იწყებენ საკუთარი მიმართულების არჩევას. ისინი წყვეტენ გადატანას იქ, სადაც დინებას სურს მათი წაყვანა. მაგრამ ეს არ არის ჩვენი ყურადღება დღეს. დღეს ჩვენ უბრალოდ ვსწავლობთ წყლის ხელახლა შეგრძნებას. რომ შეამჩნიო ის, რაც იქ იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში. გახსოვდეთ, რომ თქვენ არ დადიხართ ცარიელ სივრცეში. თქვენ ცურავთ ენერგიის უსასრულო ოკეანეში, რომელიც პასუხობს თქვენს ყოველ აზრს, თქვენს ყოველ გრძნობას, თქვენს განზრახვას. და როგორც კი ამას გახსოვთ, ყველაფერი იცვლება. თქვენი ენერგეტიკული ველი არ არის ერთი რამ. ეს უფრო ჰგავს სამ ბაღს, თითოეული იზრდება იმავე მთის სხვადასხვა დონეზე. მთის ძირში, დედამიწასთან ყველაზე ახლოს, დევს თქვენი ფიზიკური ბაღი. ეს არის სადაც თქვენი სხეული ცხოვრობს. თქვენი მკვრივი, ხელშესახები ნაწილი, რომელიც ადგილს იკავებს მსოფლიოში. ძვლები და სისხლი და სუნთქვა. უჯრედები იყოფა და კვდება და ხელახლა იბადება. განახლების მუდმივი ციკლი, რომელიც ხდება ყოველ წამს თქვენი შეგნებული მიმართულების გარეშე. ამ ბაღს მოვლა სჭირდება. ის პასუხობს იმაზე, თუ როგორ მოძრაობთ, რას ჭამთ, რამდენად ღრმად სუნთქავთ, რამდენად კარგად ისვენებთ. როცა ეს ბაღი ყვავის, თავს სასიცოცხლოდ, ცოცხლად გრძნობ. თქვენი სხეული ხდება სურვილი პარტნიორი და არა უხალისო მანქანა. როდესაც ის უგულებელყოფილია, გრძნობთ სიმძიმეს, დაღლილობას, თითქოს თავს ატარებთ დღეებში, რომლებიც უფრო მსუბუქად უნდა იგრძნოთ. აციეთ მთაზე უფრო მაღლა და იპოვით თქვენს ემოციურ და გონებრივ ბაღს. აქ ყვავის თქვენი აზრები და თქვენი გრძნობები მიწისქვეშა ნაკადულებივით მიედინება. ზოგჯერ ჩანს ზედაპირზე, ზოგჯერ იმალება ძველი ნიმუშების და დავიწყებული მოგონებების ქვეშ. ეს ბაღი უფრო დელიკატურია, ვიდრე ფიზიკური. ის პასუხობს არა მხოლოდ იმას, რაც შენს თავს ხდება, არამედ იმაზე, თუ როგორ ინტერპრეტაციას უკეთებს იმას, რაც ხდება. ერთმა აზრმა შეიძლება შეცვალოს მთელი ლანდშაფტი აქ. მეხსიერებას შეუძლია დატბოროს გზები. ემოციას შეუძლია ან ასაზრდოოს ყველაფერი, რასაც ეხება, ან მოწამლოს ნიადაგი კვირების განმავლობაში. ოდესმე შეგიმჩნევიათ, როგორ მოქმედებს თქვენი განწყობა თქვენს სხეულზე, როგორ გიჯერს მხრებს შპოთვა, როგორ გიჯდება სევდა მძიმედ მკერდში, როგორ გეჩვენებათ, რომ სიხარული გიბიძგებს ფიზიკურად. თითქოს თავად გრავიტაციამ შეარბილა მისი ძალა. აი ეს ორი ბაღი ესაუბრება ერთმანეთს. ის, რაც ერთში იზრდება, აუცილებლად აისახება იმაზე, რაც იზრდება მეორეში. და მთის უმაღლეს წერტილში, სადაც ჰაერი ყველაზე თხელია და ხედი სცილდება იმას, რასაც თვალი ხედავს, არის შენი სულიერი ბაღი. ეს არის ყველაზე დახვეწილი დონე.
ადგილი, სადაც აზრი ცხოვრობს, სადაც მიზანი დგას ფესვებს, სადაც თქვენ უკავშირდებით რაღაც უფრო დიდს, ვიდრე თქვენი ინდივიდუალური ამბავი. ამ ბაღს დიდად არ აინტერესებს თქვენი ყოველდღიური ცხოვრების დეტალები. მას უფრო დიდი კითხვები აინტერესებს. რატომ ვარ აქ? რა მნიშვნელობა აქვს რეალურად? რა გრძელდება მას შემდეგ, რაც სხეული დაბრუნდება დედამიწაზე? როდესაც ეს ბაღი აყვავდება, თქვენ გრძნობთ სიმშვიდის გრძნობას, რომელიც არ არის დამოკიდებული გარემოებებზე. იმის ცოდნა, რომ შენ ხარ რაღაც უზარმაზარი და ინტელექტუალური და ფუნდამენტურად კარგის ნაწილი. როდესაც ის გაცვეთილია, გრძნობთ თავს გათიშულად, მიღმა, თითქოს გადიხართ მოძრაობებს, რომლებმაც დაკარგეს მნიშვნელობა. აი, რა ლამაზია ამ სამ ბაღში. ისინი ცალკე არ არიან. ისინი დაკავშირებულია უხილავი ფესვებით, რომლებიც ღრმად ეშვება ნიადაგის ქვეშ. რასაც აკეთებ ერთ ბაღში, გავლენას ახდენს სხვებზე. ფიზიკური გადაღლა აფერხებს თქვენს აზროვნებას. ემოციური არეულობა გამოიხატება როგორც დაძაბულობა თქვენს სხეულში. სულიერი გათიშვა დაუცველს გტოვებთ შფოთვისა და სასოწარკვეთის მიმართ. მაგრამ პირიქითაც მართალია. განკურნე ერთი ბაღი და სხვები იწყებენ აყვავებას. იპოვეთ სიმშვიდე თქვენს გონებაში და თქვენი სხეული მოდუნდება. დაუკავშირდით მნიშვნელობას და თქვენი ემოციები სტაბილიზდება. იმოძრავეთ სხეული განზრახვით და თქვენი აზრები უფრო ნათელი გახდება. ამიტომ მიდგომები, რომლებიც მხოლოდ ერთ დონეს ეხება, ხშირად მარცხდება. თქვენ არ შეგიძლიათ უბრალოდ იფიქროთ კეთილდღეობისკენ მიმავალ გზაზე. თქვენ არ შეგიძლიათ უბრალოდ განახორციელოთ თქვენი გზა მშვიდობისკენ. თქვენ არ შეგიძლიათ უბრალოდ მედიტირება თქვენი გზით ფიზიკური ჯანმრთელობისკენ. ენერგიის ნამდვილი ოსტატობა ნიშნავს სამივე ბაღის მოვლას. იმის გაგება, თუ როგორ არიან ისინი დაკავშირებული. ისწავლეთ იმის გაგება, თუ ვის სჭირდება ყურადღება ნებისმიერ დღეს. ახლავე დაუთმეთ დრო და შეამოწმეთ თქვენი ბაღები. თქვენი ფიზიკური ბაღი, რას გრძნობს თქვენი სხეული ამ მომენტში? სად არის დაძაბულობა? სად არის სიმსუბუქე? თქვენი სუნთქვა ზედაპირულია თუ ღრმა? გიჭირავთ სადმე შებოჯილობა, ამის გაცნობიერების გარეშე? შენი ემოციური და გონებრივი ბაღი, როგორი ამინდია შენს გონებაში ახლა? ქარიშხალი? სიმშვიდე? მოღრუბლული? რა გრძნობები იმყოფებიან ზედაპირის ქვეშ, მაშინაც კი, თუ თქვენ ბოლომდე არ აღიარებთ მათ? თქვენი სულიერი ბაღი, გრძნობთ თუ არა კავშირს ახლა საკუთარ თავზე უფრო დიდთან? ან გრძნობთ თავს იზოლირებულად, მიღმა, გაურკვევლად თქვენი ადგილის უფრო დიდ ნიმუშში? არასწორი პასუხები არ არის. ეს არ არის ტესტი. ეს უბრალოდ მოწვევა, რომ შეამჩნიოთ ის, რაც უკვე არსებობს. გახდე საკუთარი შინაგანი ლანდშაფტის ნაზი დამკვირვებელი. იმიტომ, რომ არ შეგიძლია ბაღის მოვლა, რომელსაც არასდროს უყურებ. წარმოიდგინეთ მშვენივრად მშვიდი ტბა უქარო დილას. ზედაპირი ისეთი გლუვია, რომ მინას ჰგავს. ხოველი ხე, ხოველი ღრუბელი, ხოველი ჩიტი, რომელიც გადის თავზე, აისახება სრულყოფილი სიცხადით. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ერთი კენჭი ჩააგდეთ ამ აუზის ცენტრში. უყურე რა ხდება. ტალღები გავრცელდა გარედან დარტყმის ადგილიდან. წრე-წრის შემდეგ გაფართოებული კიდეებისკენ. ანარეკლი იშლება. სიმშვიდე ირღვევა. ერთმა პატარა კენჭმა აუზის მთელ ზედაპირზე აისახა. შენი ფიქრები კენჭებია. თქვენი ენერგეტიკული ველი არის აუზი. ხოველი აზრი, რომელსაც ფიქრობთ, ქმნის ტალღებს, რომლებიც ვრცელდება თქვენს ენერგეტიკულ ველში. არა მეტაფორულად, ფაქტიურად. მეცნიერებმა გაზომეს ელექტრომაგნიტური ცვლილებები, რომლებიც ხდება თქვენს სხეულში, როდესაც ერთი აზრიდან მეორეზე გადახვალთ. თქვენი ველი პასუხობს თქვენს გონებრივ აქტივობას რეალურ დროში. მუდმივად არეგულირებს მის ფორმას და სიხშირეს იმის მიხედვით, რაც ხდება თქვენს გონებაში. და აი რა არის მომხიბლავი. ეს ტალღები არ ჩერდება თქვენი სხეულის კიდეზე. ისინი აგრძელებენ. ისინი ურთიერთობენ გარშემომყოფთა ენერგეტიკულ ველებთან. ისინი გავლენას ახდენენ ოთახების ატმოსფეროზე, სადაც შედიხართ. ისინი ტოვებენ კვალს სივრცეებში თქვენი წასვლის შემდეგ. ოდესმე შესულხართ თქვენს სახლში და მაშინვე გეცოდინებათ, რომ კამათი მოხდა მაშინ, როცა წასული ხართ, თუნდაც ყველაფერი გაიწმინდა და არავინ ახსენა, თქვენ იგრძნობდით ტალღებს. იმ სივრცის მინდორში დარჩენილი ემოციური ნარჩენები. ამიტომაცაა, რომ თქვენი აზრები იმაზე მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ალბათ გასწავლეს.
ეს არ არის მხოლოდ ის, რომ პოზიტიური აზროვნება გაგრძნობინებთ თავს უკეთესად. ეს არის ის, რომ თქვენი აზრები რეალურად ქმნიან ნიმუშებს თქვენს ირგვლივ უხილავ ოკეანეში. შაბლონები, რომლებიც გავლენას ახდენენ იმაზე, თუ რას იზიდავთ, ვისთან აკავშირებთ, რა შესაძლებლობები ჩნდება ან ქრება. იფიქრეთ იმაზე, ვინც სიმშვიდეს ასხივებს. ტიპი იცი. ისინი შედიან ქაოსურ სიტუაციაში და როგორღაც ქაოსი წყდება. ხალხი მათ გარშემო უფრო ადვილად სუნთქავს. ჩნდება გადაწყვეტილებები, რომლებიც ადრე არ ჩანდა. ეს ადამიანი მხოლოდ შინაგანად არ გრძნობს სიმშვიდეს. ისინი ავრცელებენ სიმშვიდეს მინდორში, ქმნიან თანმიმდევრულობის ტალღებს, რომლებიც სხვა ნერვულ სისტემებს შეუძლიათ. ახლა იფიქრეთ ვინმეზე, ვინც ღრუბელივით ატარებს შფოთვას მათ გარშემო. ისინი შედიან მშვიდ ოთახში და რამდენიმე წუთში ყველა თავს ოდნავ ზიზღით გრძნობს. საუბარი უფრო დაძაბული ხდება. პატარა პრობლემები უფრო დიდი ჩანს. ეს არ არის ცუდი იღბალი. ეს არის მათი ტალღები, რომლებიც გავლენას ახდენენ საერთო სივრცეზე. შენ ამას ყოველთვის აკეთებ. ყოველ დღე. ყოველი ურთიერთობისას. ყოველი ფიქრით, რომელიც შენს გონებაში გადის. საკითხავია, ამას აკეთებ შეგნებულად თუ არაცნობიერად. მიუხედავად იმისა, კენჭებს ირჩევთ, რომლებსაც ჩამოაგდებთ, ან უბრალოდ აძლევთ საშუალებას, რაც გარშემოდევს, თქვენს აუზში ჩავარდეს. ადამიანების უმეტესობა მთელი ცხოვრება ავტოპილოტზე ცხოვრობს. მათი აზრები არის რეაქცია გარემოებებზე. რაღაც ხდება, ჩნდება აზრი, ჩნდება ტალღები და ისინი ვერასდროს ხვდებიან, რომ ამ საკითხში რაიმე არჩევანი ჰქონდათ. მაგრამ არის სხვა გზა. თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ იყოთ ის, ვინც ირჩევს რომელი კენჭები ჩამოაგდეს. თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ ტალღების შექმნა განზრახ. არა მანიპულირებისთვის ან კონტროლისთვის, არამედ იმისთვის, რომ რაღაც ლამაზი შევიტანოთ საერთო სფეროში, რომელშიც ჩვენ ყველა ვცურავთ. უძველესი ტრადიციები ესმოდათ. მათ შეიმუშავეს პრაქტიკა, რომელიც სპეციალურად შექმნილია თანმიმდევრული, ჰარმონიული ტალღების შესაქმნელად. როდესაც ბუდისტი ბერი გალობს მანტრას, ისინი მხოლოდ ხმებს არ გამოსცემენ. ისინი ღრიან ძალიან სპეციფიკურ კენჭებს თავიანთი ცნობიერების აუზში. ქმნიან ტალღებს, რომლებიც დახვეწილი იყო ათასობით წლის განმავლობაში მათი ჰარმონიული ეფექტისთვის. როდესაც ტაიჩის პრაქტიკოსი მოძრაობს მათ ფორმებში, ისინი უბრალოდ არ ვარჯიშობენ. ისინი ქმნიან შაბლონებს თავიანთ ენერგეტიკულ სფეროში, რომლებიც ხელს უწყობენ დინებას, ბალანსს და ინტეგრაციას. როდესაც ადამიანი ზის ნამდვილ მედიტაციაში და არა მხოლოდ დახუჩული თვალებით ფიქრობს, არამედ რეალურად ისვენებს თვითცნობიერებაში, ამ სიჩუმიდან გავრცელებულ ტალღებს იგრძნობენ ახლომდებარე მგრძნობიარე ადამიანები. არსებობს მიზეზი, რომ ნამდვილ მედიტაციასთან ჯდომა განსხვავებულად იგრძნობა. მათი აუზი გავლენას ახდენს თქვენს აუზზე. ასე რომ, აქ არის მოწვევა. არა ინსტრუქცია, მოწვევა. დანარჩენი დღის განმავლობაში უბრალოდ შენიშნეთ თქვენი კენჭები. როდესაც ჩნდება აზრი, უბრალოდ დააკვირდით მას. დააკვირდით, რა სახის ტალღა შეიძლება შექმნას. ნუ განსჯი საკუთარ თავს. ნუ ეცდებით აიძულოთ პოზიტიური აზროვნება. უბრალოდ შენიშნე. ეს აზრი ქმნის თანმიმდევრულობას თუ ქაოსს? ეს ავრცელებს მშვიდობას თუ აჟიოტაჟს? არის ის, რასაც მე ვირჩევ, თუ რაღაც მე ვირჩევ? შენიშვნის ეს მარტივი მოქმედება ყველაფრის შეცვლას იწყებს. არა ძალით, არამედ ცნობიერებით. თქვენ იწყებთ მცირე უფსკრულის შექმნას სტიმულსა და პასუხს შორის. და ამ ხარვესში დევს მთელი შენი თავისუფლება. შენს მკერდში ორკესტრია და ის უკრავს შენს დაბადებამდე. შენი გული მხოლოდ სისხლს არ ტუმბავს. ის ქმნის რიტმს. მუდმივი პულსი, რომელიც აწესრიგებს მთელ სხეულს მისი ცემის გარშემო. ყველა ორგანო, ყველა უჯრედი, ყველა სისტემა სინქრონიზებულია ამ ცენტრალურ დრამერთან, როგორც მუსიკოსები ორკესტრში დირიჟორის ხელმძღვანელობით. მაგრამ აი, რასაც ადამიანების უმეტესობა არასოდეს სწავლობს. თქვენი გული ასევე არის ყველაზე ძლიერი ელექტრომაგნიტური გენერატორი თქვენს სხეულში. მის მიერ წარმოებული ველი გაზომვადია რამდენიმე ფუტის დაშორებით. და ეს ველი ცვლის თავის სიმღერას იმის მიხედვით, თუ რას გრძნობთ. როდესაც გრძნობთ მადლიერებას, დაფასებას ან სიყვარულს, თქვენი გულის რიტმი ხდება გლუვი და ტალღის მსგავსი. მეცნიერები ამას თანმიმდევრულობას უწოდებენ. ეს არის მდგომარეობა, როდესაც თქვენი სხეულის ყველა სისტემა იწყებს ჰარმონიზაციას, როგორც ორკესტრი, რომელიც უკრავს სრულყოფილ უნისონში.
თქვენი იმუნური სისტემა უკეთ ფუნქციონირებს. თქვენი ტვინი უფრო მკაფიოდ ფიქრობს. თქვენი ემოციები სტაბილურდება. როდესაც გრძნობთ იმედგაცრუებას, შფოთვას ან სიბრაზეს, თქვენი გულის რიტმი ხდება დაკბილული და არასტაბილური, არათანმიმდევრული. ორკესტრივით, სადაც ყველა სხვადასხვა სიმღერას სხვადასხვა ტემპით უკრავს. თქვენი სისტემები სინქრონიზებულია. შენი აზროვნება ნისლიანდება. თქვენი სხეული გადადის სტრესის რეჟიმში, ემზადება საფრთხეებისთვის, რომლებიც ხშირად მხოლოდ თქვენს წარმოსახვაშია. მუსიკა, რომელსაც გული უკრავს, გავლენას ახდენს ყველაფერზე. არა მხოლოდ სხეულის შიგნით, არამედ მის გარეთაც. გახსოვთ ის ელექტრომაგნიტური ველი, რომელიც ვრცელდება რამდენიმე ფუტის მიღმა თქვენს კანს, ის ატარებს თქვენი გულის მუსიკას, სადაც არ უნდა წახვიდეთ. და სხვა ადამიანების ნერვული სისტემა აკვირდება ამას, მიუხედავად იმისა, ისინი შეგნებულად აცნობიერებენ ამას თუ არა. სწორედ ამიტომ გრძნობთ თავს მშვიდად ზოგიერთ ადამიანთან და აჟიტირებული სხვების გარშემო. შენ არ წარმოიდგენ. თქვენ ფაქტიურად გრძნობთ მუსიკას, რომელსაც მათი გული უკრავს და ადარებთ მას საკუთარს. როდესაც ორი გული ახლოსაა, რაღაც საოცარი ხდება. ისინი იწყებენ ერთმანეთზე ზემოქმედებას. როგორც ორი ვიოლინო ერთ ოთახში, სადაც ერთზე სიმის აკრეფა იწვევს მეორეზე შესაბამისი სიმის ვიბრაციას თანაგრძნობის ნიშნად. თქვენი გული და სხვა ადამიანის გული მუდმივად ცვლის ინფორმაციას მათი გადახურული ველების მეშვეობით. ეს ხდება ავტომატურად. თქვენ არ უნდა სცადოთ. მაგრამ ის, რაც ადამიანების უმეტესობამ არ იცის, არის ის, რომ თქვენ ასევე შეგიძლიათ ამის გაკეთება შეგნებულად. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ მუსიკა, რომელსაც გული უკრავს. ის იწყება ყურადღებით. თქვენი გული პასუხობს იმაზე, თუ სად აკეთებთ თქვენს ყურადღებას. თუ თქვენ ყურადღებას გაამახვილებთ ყველაფერზე, რაც არასწორია, ყველა საფრთხეზე, ყველა პრობლემაზე, ყველა წყენაზე, თქვენი გული სტრესის სიმღერას უკრავს. თუ თქვენ ფოკუსირდებით იმაზე, რასაც აფასებთ, რისთვისაც მადლიერი ხართ, რა გიყვართ, გული უკრავს თანმიმდევრულ სიმღერას. ეს არ არის იმის მტკიცება, რომ პრობლემები არ არსებობს. ეს არის იმის აღიარება, რომ თქვენ გაქვთ არჩევანი იმის შესახებ, თუ რომელ სიხშირეს ავრცელებთ მსოფლიოში. და ამ არჩევანს აქვს შედეგები. არა მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის, არამედ ყველასთვის, ვისი სფეროც გადაფარავს თქვენსას. ცადოთ რამე ნაზი. დაიდეთ ხელი გულზე. იგრძენით, რომ ის სცემს თქვენს ხელის ქვეშ. ეს რიტმი თქვენთან იყო პირველი ამოსუნთქვამდე. ის შენთან იქნება ბოლომდე. ეს არის ყველაზე ერთგული თანამგზავრი, რომელიც ოდესმე გყოლია. ახლა გაიხსენეთ ის, რასაც გულწრფელად აფასებთ. ეს არ უნდა იყოს რაღაც დიდი. მზის შუქის სითბო. ადამიანი, რომელიც მოულოდნელი სიკეთის მომენტი. საჭმელი, რომელიც საზრდოობდა. ის ფაქტი, რომ ახლა ცოცხალი ხარ და ჰაერი მიედინება შენს ფილტვებში. უბრალოდ არ იფიქრო ამაზე. იგრძენი. დაე, მადლიერება გაფართოვდეს თქვენს მკერდში, როგორც სითბო, რომელიც ცეცხლიდან ვრცელდება. მიეცით დრო. არ არის ჩქარობა. დააკვირდით, რა ხდება თქვენს სხეულში, როდესაც ამას აკეთებთ. ხრები ოდნავ ეშვება. ხობა უცქერდა. სუნთქვა თავისთავად ღრმავდება. ეს არ არის შემთხვევითი პასუხები. ისინი თქვენი მთელი სისტემაა, რომელიც რეორგანიზაცია ხდება თანმიმდევრული სიგნალის გარშემო, რომელიც თქვენს გულმა დაიწყო მაუწყებლობა. რაღაც შეიცვალა. არა დრამატულად, არა ფეიერვერკით, არამედ ფუნდამენტურად. თქვენ აღარ რეაგირებთ მხოლოდ ცხოვრებაზე. თქვენ იწყებთ საკუთარი თავის სტაბილიზაციას მასში. თქვენ სწავლობთ თანმიმდევრულობის შენარჩუნებას, არა როგორც კონცეფცია, არამედ როგორც ცოცხალი მდგომარეობა. ასე გამოიყურება ნამდვილი ტრანსფორმაცია. 7. დახვეწილი და შეუქცევადი. ეს არის ენერგიის დაუფლების დასაწყისი. არ აიძულებს, არ დაძაბავს, უბრალოდ ნაზად მიმართავს თქვენს ყურადღებას დაფასებისკენ და ნებას რთავს თქვენს გულს შეცვალოს სიმღერა. თუ ამის გარდა სხვას არაფერს ივარჯიშებდით, თუ ყოველდღიურად რამდენიმე წამს დაუთმობდით ნამდვილი მადლიერების გამომუშავებას და მისცემდით მას თქვენი გულიდან გამოსხივებას, თქვენი ცხოვრება დაიწყებდა გარდაქმნას. არა მაგიის გამო, ფიზიკის გამო. იმიტომ, რომ თქვენ შეცვალეთ მუსიკა, რომელსაც ავრცელებთ ველზე. და ველი ყოველთვის პასუხობს. შენს მკერდში მზია. არა მეტაფორული მზე. ელექტრომაგნიტური გამოსხივების რეალური გენერატორი მუდმივად ასხივებს შუქს და ენერგიას თქვენს გარშემო არსებულ სივრცეში.
ჩვენ მას გულს ვუწოდებთ, მაგრამ ეს სახელი ძალიან მცირეა იმისთვის, რასაც სინამდვილეში აკეთებს. დიახ, ის სტუმბოს სისხლს, მაგრამ ასევე ქმნის თანმიმდევრული ენერგიის ველს, რომელიც აწესრიგებს თქვენს მთელ არსებას. თქვენი სხეულის ყველა უჯრედი განბანილია ამ შინაგანი მზის შუქით. ყოველი ორგანო მოქმედებს მისი გავლენის სფეროში. წარმოიდგინეთ, რა ხდება, როდესაც მზის შუქზე დგახართ. სითბო თქვენს კანზე. ისე, როგორც მცენარეები უხვევენ მისკენ. როგორ ანათებს ყველაფერს, რასაც ეხება, ავლენს ფერებს და დეტალებს, რომლებიც იმალებოდა ჩრდილში. შენი გული რაღაც მსგავს საკეთებს, მაგრამ შინაგანად. როდესაც მისი სფერო თანმიმდევრული და ძლიერია, თქვენი აზრები უფრო ნათელი ხდება. თქვენი ემოციები სტაბილურდება. თქვენი სხეული უფრო ეფექტურად ფუნქციონირებს. თქვენ ხედავთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ადრე უხილავი იყო. გრძნობთ, რომ დაკავშირებულია ცხოვრებასთან ისე, რომ ძნელია აღწერა, მაგრამ შეცდომის დაშვება შეუძლებელია. როდესაც მისი ველი სუსტი ან ქაოტურია, ყველაფერი ბნელდება. სამყარო უფრო ნაცრისფერი ჩანს. პრობლემები უფრო დიდი ჩანს. კავშირი უფრო რთულია. ეს ჰგავს ნისლში ნავიგაციის მცდელობას. ადამიანების უმეტესობის შინაგანი მზე მბჟუტავია, არასტაბილურია, რეაგირებს აზროვნების ან ემოციის ყოველ ღრუბელზე. მათ არასოდეს უსწავლიათ, რომ შეუძლიათ ამის სტაბილიზაცია. რომ მათ შეუძლიათ გაანათონ ის უფრო კაშკაშა და თანმიმდევრულად. რომ ეს შინაგანი ბზინვარება არის ის, რაზეც ისინი გავლენას ახდენენ. იფიქრეთ იმ ადამიანებზე, რომლებსაც შეხვდით, რომლებიც, როგორც ჩანს, აინტერესებთ მათ შესახებ. მათში არის რაღაც მიმზიდველი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ფიზიკურ სილამაზესთან ან სოციალურ სტატუსთან. ადამიანებს სურთ მათ გარშემო ყოფნა. მათი თანდასწრებით საუბრები უფრო ადვილად მიედინება. პრობლემები ნაკლებად აბსოლუტური ჩანს. ეს არ არიან განსაკუთრებული ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ ისეთი საჩუქრით, რომელიც აკლია. მათ უბრალოდ ისწავლეს, შეგნებულად თუ არაცნობიერად, დაიცვან თავიანთი შინაგანი მზე, რომ ნათლად იწვა. რათა მისი სინათლე გაბრწყინდეს გარეთ დაბრკოლების გარეშე. რა აბნელებს შიდა მზეს? გადაუჯრელი ემოციები, რომლებსაც განცდის ნაცვლად ვღრით. აზრები ჩვენ უსასრულოდ ვფიქრობთ, სანამ ისინი არ გახდებიან გონებაში. ქრონიკულ დაძაბულობას ჩვენ ვატარებთ ჩვენს სხეულში ამის გაცნობიერების გარეშე. მნიშვნელობისა და მიზნისგან გათიშვა. ცხოვრება ისე, რომ ეწინააღმდეგება ჩვენს ღრმა ღირებულებებს. თითოეული მათგანი ქმნის ერთგვარ ღრუბელს გულის გარშემო. მზე ჯერ კიდევ არსებობს, ჯერ კიდევ ანათებს, მაგრამ მისი სინათლე ვერ აღწევს თქვენი სისტემის დანარჩენ ნაწილს და ვერ ასხივებს გარედან სამყაროში. რა საშუალებას აძლევს შიდა მზეს ანათებს? სიმართლე, ავთენტურობა. იგრძენით თქვენი გრძნობები სრულად და აძლევთ მათ უფლებას თქვენში გადაადგილდნენ. დაძაბულობის განთავისუფლება სხეულიდან. საკუთარ თავზე უფრო დიდთან დაკავშირება. იცხოვრე იმით, რაც რეალურად გაინტერესებს. მადლიერების პრაქტიკა მანამ, სანამ ის არ გახდება მხოლოდ აზრი, არამედ გრძნობა, რომელიც ათბობს თქვენს მკერდს. აქ არის პრაქტიკა თქვენი შიდა მზის მოვლისთვის. დახუჯე თვალები. ყურადღება მიაქციეთ მკერდის ცენტრს. წარმოიდგინეთ, იქ არის პატარა მზე, რომელიც ანათებს თბილი ოქროსფერი შუქით. თავიდან შეიძლება ბუნდოვანი იგრძნოს თავი. არა უშავს. თქვენ არ ცდილობთ აიძულოთ ის იყოს ნათელი. თქვენ უბრალოდ ამჩნევთ ამას. ყოველ ამოსუნთქვაზე წარმოიდგინეთ, რომ ეს შუქი ოდნავ ძლიერდება. არა ძალის ხმევით. ყურადღების გზით. მოვლის საშუალებით. როგორც მზე ბუნებრივად ამოდის ყოველ დილით, ნება მიეცით ამ შინაგან შუქს ბუნებრივად გაფართოვდეს. იგრძენით, რომ ის ავსებს თქვენს მკერდს, შემდეგ გავრცელდება მხრებში და მკლავებში, მუცელში ქვევით, ყელში და თავში, თეძოებსა და ფეხებში, სანამ მთელი სხეული არ აივსება ამ თბილი ოქროსფერი ბზინვარებით. ახლა ნება მიეცით ის გასცდეს თქვენს კანს. არ უბიძგებს. უბრალოდ მიეცით საშუალება ბუნებრივად გამოასხივოს გარედან ისე, როგორც სანთელი ბუნებრივად ანათებს მის გარშემო არსებულ სივრცეს. იგრძენით, რომ იჯექით თქვენი საკუთარი სინათლის სფეროში, რომელიც აგრძელებს ერთი ან ორი ფეხით ყველა მიმართულებით. ეს არ არის ვიზუალიზაცია საკუთარი გულისთვის. როცა სინათლეს წარმოიდგენთ, როცა გულწრფელად გრძნობთ სითბოს თქვენს მკერდში, თქვენი გული რეალურად პასუხობს. მისი რიტმი უფრო თანმიმდევრული ხდება. მისი სფერო უფრო ორგანიზებული ხდება.
თქვენ იყენებთ წარმოსახვას, როგორც კონტროლის მექანიზმს რეალური ფიზიოლოგიური პროცესისთვის. აქ დაისვენე ერთი წუთით. არაფერია გასაკეთებელი, არაფერია გასარკვევი. უბრალოდ იყავი მზე. მიეცით საკუთარ თავს ბრწყინავს. როდესაც თვალებს გაახელთ, ნახეთ, შეძლებთ თუ არა ამ შინაგანი სიკაშკაშის გარკვეული გრძნობის შენარჩუნებას მაშინაც კი, როცა ნორმალურ საქმიანობას დაუბრუნდებით. ეს არ იქნება ისეთი ნათელი, როგორც მაშინ, როცა თვალები დახუჭე, მაგრამ შენს ზოგიერთ ნაწილს შეუძლია დაიმახსოვროს ეს გრძნობა. ეს დამახსოვრება თავისთავად პრაქტიკის ფორმაა. რაც უფრო ხშირად უბრუნდებით ამ გრძნობას მთელი დღის განმავლობაში, თუნდაც რამდენიმე წამის განმავლობაში, მით უფრო ბუნებრივი ხდება ეს. შენს შინაგან მზეს არ სურს ჩაბნელება. მას სურს ბრწყინავს. თქვენ უბრალოდ ასუფთავებთ ღრუბლებს, რომლებიც მას ბლოკავს. წარმოიდგინეთ თქვენი ენერგეტიკული ველი როგორც ცა. ზოგჯერ ის ნათელი და ლურჯია, უსასრულოდ გადაჭიმული ყველა მიმართულებით. გრძნობთ თავს ფართო, გახსნილი, ყველაფრის უნარი. აზრები მოდიან და მიდიან შემთხვევითი ჩიტებივით, მაგრამ ისინი არ არღვევენ ფუნდამენტურ სიცხადეს. ზოგჯერ ღრუბლები გროვდება. მძიმე, ბნელი, ბლოკავს შუქს. ყველაფერი შეკუმშულად იგრძნობა. სამყარო უფრო პატარა ჩანს. პრობლემები, რომლებიც გუშინ მოსაგვარებლად გამოიყურებოდა, ახლა გადაულახავია. ხანდახან არის ქარიშხალი. სიბრაზის ელვა. მწუხარების ჯექა ქუხილი. ცრემლების წვიმა, რომელიც თითქოს არასოდეს შეჩერდება. თქვენი ემოციები თქვენი ენერგეტიკული ველის ამინდია. ისინი მოდიან და მიდიან, როგორც ნამდვილი ამინდი. არც ერთი ქარიშხალი არ გრძელდება სამუდამოდ. არც ერთი მზიანი დღე არ არის მუდმივი. თავად ცა უზარმაზარი სივრცე, რომელშიც ყველა ამინდი ხდება, უცვლელი რჩება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე განმათავისუფლებელი რეალიზაცია, რაც შეიძლება გქონდეთ. თქვენ არ ხართ თქვენი ემოციები. თქვენ ხართ ცა, რომელშიც ემოციები ჩნდება და გადის. თქვენ ხართ ცნობიერება, რომელიც ამჩნევს, მზია თუ ქარიშხალი. ამინდი მუდმივად იცვლება. ცა რჩება. ადამიანების უმეტესობა იმდენად სრულად იცნობს ემოციურ ამინდს, რომ ავიწყდება ცა. როდესაც ბრაზი ჩნდება, ისინი ბრაზდებიან. როდესაც სევდა მოდის, ისინი სევდაა. ისინი ტრიალებენ ყოველი გავლის ფრონტით, დაღლილი მუდმივი ცვლილებით. მაგრამ არსებობს სხვა გზა, რომ დაუკავშირდეთ თქვენს ემოციურ ამინდს. თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ დაკვირვება ისე, რომ არ გახდეთ. სრულად იგრძნოს მასში ჩაძირვის გარეშე. ნება მიეცით მას გადაადგილდეს თქვენს ენერგეტიკულ ველში მუდმივი დაზიანების გარეშე. ეს არ ეხება ემოციების დათრგუნვას. ჩახშობა ჰგავს წვიმის შეჩერებას ღრუბლების არარსებობის ვითომ. ის არ მუშაობს და ქმნის ზეწოლას, რომელიც საბოლოოდ უნდა განთავისუფლდეს, ხშირად დესტრუქციული გზებით. ეს არის თქვენი ურთიერთობის შეცვლა ემოციებზე. აღიარეთ ისინი, როგორც ენერგია მოძრავი თქვენს სფეროში. მათი მიღება, თუნდაც არასასიამოვნო, როგორც ინფორმაცია. მიეცით საშუალება გასწავლონ ის, რისი სასწავლებლადაც მოვიდნენ. და შემდეგ გაათავისუფლეთ ისინი, როდესაც ისინი მზად იქნებიან წასასვლელად. იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ უკავშირდებით ამჟამად რთულ ემოციებს. როდესაც ბრაზი ჩნდება, გამოხატავთ თუ არა მას მაშინვე, ხშირად ისე, რომ მოგვიანებით ნანობთ, ან უბიძგებთ მას ქვემოთ, ვითომ რომ იქ არ არის, გრძნობთ, რომ დღის განმავლობაში ხარობს ზედაპირის ქვეშ. ორივე მიდგომა ინარჩუნებს რისხვას საჭიროზე დიდხანს. ორივე საშუალებას აძლევს მას იმოქმედოს თქვენს ენერგეტიკულ ველზე მისი ბუნებრივი სიცოცხლის ხანგრძლივობის მიღმა. რა მოხდება, თუ ამის ნაცვლად თქვენ უბრალოდ შეამჩნევდით გაბრაზებას? იგრძენი ეს შენს სხეულში დაუყონებლივ მოქმედების გარეშე. დაე ის იქ იყოს სრულად წარმოდგენილი, მისი გამოხატვისა და დათრგუნვის გარეშე. უყურე მას ცნობის მოყვარეობით, ისევე როგორც ჯექა ქუხილის დაკვირვება თქვენი ფანჯრიდან. რაღაც საინტერესო ხდება, როცა ამას აკეთებ. ემოცია, რომელიც აღარ იკვებება იდენტიფიკაციით ან წინააღმდეგობით, ბუნებრივად იწყებს გაფანტვას. არა იმიტომ, რომ შენ აიძულე, არამედ იმიტომ, რომ შეწყვიტე იმის კეთება, რაც მას აცოცხლებდა. თქვენი ენერგეტიკული ველი ყოველთვის ეძებს წონასწორობას. მას სურს დაუბრუნდეს თანმიმდევრულობას. უმეტესობა, რასაც ვაკეთებთ ჩვენს ემოციებთან, რეალურად ხელს უშლის ამ ბუნებრივ დაბრუნებას. ჩვენ ვიმეორებთ სიტუაციას, რამაც გამოიწვია ჩვენთვის ემოციური მუხტის განახლება. ჩვენ ვყვებით ისტორიებს იმის შესახებ,
თუ რას ნიშნავს ეს, ვამატებთ თხრობის ფენებს დაუმუშავებელ შეგრძნებას. ჩვენ ვძაბავთ ჩვენს სხეულს ამის შეგრძნების საწინააღმდეგოდ. ენერგიას ვატარებთ ქრონიკულ შეკავების ნიმუშებში. ამ დამატებითი აქტივობის გარეშე უბრალოდ გრძნობის სწავლა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი უნარია, რომლის განვითარებაც შეგიძლიათ. ეს ცვლის თქვენს მთელ ურთიერთობას თქვენს ენერგეტიკულ ველთან. ემოციები წყვეტენ გადასაჭრელ პრობლემად და იქცევა ინფორმაციის მისაღებად. ამინდი, რომელსაც თქვენ აკვირდებით, ვიდრე ამინდი, რომელიც დაგახრჩობს. აქ არის რთულ ემოციებთან მუშაობის პრაქტიკა. როდესაც შეამჩნევთ, რომ ჩნდება რთული გრძნობა, ნუ ეცდებით მის დაუყოვნებლივ შეცვლას. ამის ნაცვლად, იპოვნეთ სად გრძნობთ მას თქვენს სხეულში. ემოციებს ყოველთვის თან ახლავს ფიზიკური შეგრძნებები. შებოჯილობა მკერდში, ძნევა ყელში, სახეზე სითბო, მუცელში ჩხვლეტა. მიაქციეთ თქვენი ყურადღება იმ ფიზიკურ შეგრძნებას. არა ამბავი იმის შესახებ, თუ რატომ გრძნობ ამას. არა ანალიზისა და დასაბუთებისთვის. მხოლოდ ნედლეულის შეგრძნებამდე. ამოისუნთქეთ თქვენი სხეულის ამ უბანში. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი სუნთქვა ანიჭებს სივრცეს და სირბილეს შეგრძნებას. არ ცდილობს მის გაქრობას. უბრალოდ მისცეს მას იქ ყოფნის ადგილი. ყურადღება მიაქციეთ, რა ხდება, როდესაც ემოციებს ასე უახლოვდებით. ისინი ხშირად დამოუკიდებლად იცვლებიან. ინტენსივობა ტალღებივით იკლებს და მიედინება. შეგრძნება შეიძლება გადავიდეს თქვენი სხეულის სხვადასხვა ნაწილში. ზოგჯერ დამარხული ემოციები წარსული ზედაპირიდან ეძებს იმავე ყურადღებას და განთავისუფლებას. ასე მუშავდება ენერგია ბუნებრივად. როდესაც თქვენ შეწყვეთ ჩარევას, როდესაც თქვენ უბრალოდ აწვდით ცნობიერების ადგილს, თქვენმა სფერომ იცის როგორ განკურნოს თავი. ამას აკეთებთ მთელი თქვენი ცხოვრება მცირე გზებით. ახლა თქვენ ამას შეგნებულად აკეთებთ. თანამშრომლობა საკუთარ ბუნებრივ სიბრძნესთან. მიზანი არ არის მხოლოდ დადებითი ემოციების განცდა. ეს არ არის ადამიანური. მიზანია, რომ ყველა ემოციამ სუფთად გადაიტანოს თქვენში, თქვენს ენერგეტიკულ ველში ნარჩენების დაგროვების გარეშე. განიცადო ადამიანური გრძნობების მთელი დიაპაზონი ცაში დარჩენის დროს, ვიდრე ამინდში დაკარგული. ნეირომეცნიერებაში არსებობს კონცეფცია, რომელსაც ეწოდება ნერვული ქსელები. თქვენი ტვინი არ მუშაობს ისე, როგორც იზოლირებული ნეირონები, რომლებიც შემთხვევით ისვრიან. ის ფუნქციონირებს როგორც ცოცხალი ქსელი. მილიარდობით უჯრედი დაკავშირებულია ტრილიონობით ბილიკებით, რომლებიც მუდმივად ცვლიან ელექტრო და ქიმიურ ინფორმაციას. არც ერთი ნეირონი არ ფიქრობს აზრზე. აზროვნება წარმოიქმნება ნეირონების ურთიერთმიმართებიდან, ერთმანეთის აქტივობის მუდმივი ასახვით. ახლა დააპატარავეთ. იგივე პრინციპი მოქმედებს ადამიანის დონეზე. თანამედროვე ბიოლოგია აჩვენებს, რომ ნერვული სისტემა არც იზოლირებულად მუშაობს. სხეულის ენის, ხმის ტონის, სახის მიკროგამოხატვების, გულისცემის სინქრონიზაციისა და ელექტრომაგნიტური სიგნალის საშუალებით. ჩვენ მუდმივად ვაკავშირებთ ერთმანეთს რეალურ დროში. თქვენ არ ხართ დახურული სისტემა, რომელიც გათიშულ სამყაროში დადის. თქვენ ხართ კვანძი ქსელში. ცოცხალი სიგნალის სადგური მუდმივად იღებს, ამუშავებს და გადასცემს ემოციურ და ფიზიოლოგიურ ინფორმაციას ყველას გარშემო. ეს არ არის ფილოსოფია. ეს არის სისტემური ნეირომეცნიერება. ემოციური გადამდები და ნეიროკარდიული თანმიმდევრულობის კვლევა აჩვენებს, რომ განწყობა და ნერვული სისტემის მდგომარეობა ავტომატურად სინქრონიზდება ჯგუფებში. ერთი ადამიანის სიმშვიდე ასტაბილურებს ოთახს. ერთი ადამიანის შფოთვა ამაღლებს ყველას საბაზისო სტრესს. რასაც გრძნობთ, არ მთავრდება თქვენი სხეულის შიგნით. ის ხდება უხილავი ელექტრული საუბრის ნაწილი, რომელიც ხდება თქვენს გარშემო. თქვენი ნერვული სისტემა მხოლოდ თქვენ არ არეგულირებს. ეს არის მონაწილეობა უზარმაზარ ურთიერთობის სფეროში, რომელიც მოიცავს ყველა ადამიანს, რომელსაც შეხვდებით. და როგორც კი ამას გაიგებ, რაღაც არაჩვეულებრივს ხვდები. თქვენი შინაგანი მდგომარეობა არ აყალიბებს მხოლოდ თქვენს გამოცდილებას რეალობის შესახებ. ის ასევე დახვეწილად აყალიბებს თქვენს ირგვლივ ყველას გამოცდილებას. მეცნიერება იწყებს ამ ურთიერთკავშირის დადასტურებას შესანიშნავი გზებით. კვანტურმა ფიზიკამ აჩვენა, რომ ნაწილაკები შეიძლება ჩახლართონ, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი ნაწილაკის მდგომარეობა მყისიერად მოქმედებს მეორის მდგომარეობაზე, მიუხედავად მათ შორის მანძილისა. აინშტაინმა უწოდა ამ საშინელ მოქმედებას დისტანციაზე,
რადგან თითქოს არ ღვევდა ყველაფერს, რაც გვეგონა, რომ ვიცოდით სამყაროს მუშაობის შესახებ. ზოგიერთი მკვლევარი ახლა ეჭვობს, რომ ადამიანის ცნობიერება შეიძლება იმუშაოს მსგავსი კვანტური მექანიზმებით. რომ ჩვენი ტვინი არ არის მხოლოდ კლასიკური კომპიუტერები, არამედ კვანტური სისტემები, რომლებსაც შეუძლიათ დაკავშირება იმაზე, ვიდრე ჩვეულებრივი ფიზიკა იძლევა საშუალებას. ამით შეიძლება აიხსნას ფენომენები, რომლებსაც მატერიალისტური მეცნიერება ებრძოდა. როგორც ჩანს, დედებმა იციან, როცა მათ შვილებს საფრთხე ემუქრებათ დიდ მანძილზეც კი. როგორ ფიქრობ ზოგჯერ ვინმეზე დარეკვამდე რამდენიმე წუთით ადრე. როგორ გრძნობ, რომ ვიღაც გიყურებს უბნიდან. რამდენად ღრმა ინტიმური ურთიერთობა სხვა ადამიანთან შეიძლება იგრძნოს, რომ თქვენი საზღვრები დაიშალა. თქვენი ენერგეტიკული ველი არ მთავრდება თქვენს კანზე. იგი ვრცელდება გარედან და გადაფარავს სხვა სფეროებს მუდმივი გაცვლის ცეკვაში. თქვენ ყოველთვის ახდენთ ზემოქმედებას სხვებზე და მათზე გავლენას ახდენთ. იცით თუ არა ეს? სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპანია, რომელსაც თქვენ ინახავთ. როდესაც დროს ატარებთ ვინმესთან, რომლის სფეროც თანმიმდევრული და ამაღლებულია, თქვენი სფერო იწყებს მათთან შეერთებას. შენ ადექი. როდესაც თქვენ ატარებთ დროს ვინმესთან, რომლის ველი ქაოტური და ამოწურულია, თქვენი ველი იწევს მის ნიმუშს. დაეცემა. ეს არ არის განაჩენი. ყველა აკეთებს მაქსიმუმს, რაც შეუძლია, იმ ცნობიერებით, რაც აქვს. მაგრამ ეს არის ინფორმაცია, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ. დააკვირდით, როგორ გრძნობთ თავს სხვადასხვა ადამიანებთან დროის გატარების შემდეგ. თქვენი ენერგეტიკული ველი. ეს ურთიერთდაკავშირება ასევე ნიშნავს, რომ თქვენი პირადი ენერგეტიკული სამუშაო არ არის მხოლოდ პირადი. როდესაც თქვენ ამაღლებთ თქვენი სფეროს თანმიმდევრულობას, თქვენ ხელს უწყობთ მთელი ქსელის თანმიმდევრულობას. როდესაც რაღაცას კურნავთ საკუთარ თავში, თქვენ კურნავთ რაღაცას კოლექტიურ სფეროში. ამიტომაც ყოველი სულიერი ტრადიცია ხაზს უსვამს როგორც პირად პრაქტიკას, ასევე სხვების მსახურებას. ისინი ცალკე არ არიან. რასაც აკეთებ საკუთარი თავისთვის, გამოდის. ის, რასაც სხვებისთვის აკეთებთ, უკან იხევს. იფიქრეთ, რას ნიშნავს ეს თქვენი ყოველდღიური ცხოვრებისთვის. ყოველი ურთიერთქმედება, რაც თქვენ გაქვთ, არის შესაძლებლობა რაიმე წვლილი შეიტანოთ ინტერნეტში. სხვა ადამიანთან ნამდვილი ყოფნის მომენტი. კეთილი სიტყვა, რომელიც არაფერს დაგიჯდებათ, მაგრამ შეიძლება ვინმეს მთელი დღე შეცვალოს. მოთმინება, როცა შეგეძლო იმედგაცრუებული რეაქცია გქონოდა. არჩევანი, რომ შეინარჩუნოთ თანმიმდევრულობა მაშინაც კი, როცა გარშემომყოფები ქაოსში არიან. ეს მცირე შეთავაზებები გროვდება. ისინი ქმნიან ტალღებს, რომლებიც ვრცელდება ისე, რომ ბოლომდე ვერასოდეს დაინახავთ. ამავდროულად ეს ურთიერთდაკავშირება ნიშნავს, რომ თქვენ არასოდეს ხართ მარტო. რასაც შენ განიცდი, სხვებმაც გაიარეს. მათი ლოცვები, მათი განზრახვები, მათი ძნელად მოპოვებული სიბრძნე არის ქსელის ნაწილი, რომელშიც თქვენ ხართ ჩაქსოვილი. როდესაც დახმარებისთვის მიმართავთ, თქვენ ძვდებით რესურსებს, ვიდრე თქვენი ინდივიდუალური გონება შეიცავს. ეს არის ის, რასაც ადამიანები გულისხმობენ, როდესაც საუბრობენ უფრო დიდ ძალაზე, წყაროსთან კავშირზე, იმაზე, რომ არ მოგიწევთ ყველაფრის დამოუკიდებლად გარკვევა. თქვენ არ ხართ ცალკეული ერთეული, რომელიც ცდილობს გადარჩეს მტრულ სამყაროში. თქვენ ხართ ცნობიერების უსასრულო ქსელის ნაწილი, რომელსაც მთელი აქვს და მხარს უჭერს. მაშინაც კი, როცა თავს ყველაზე მარტოდ გრძნობ. წარმოიდგინეთ, რომ ახლახან იღიდეთ ლამაზი ბაღი. ყველაფერი აქვს. აყვავებული მცენარეები, ხეხილი, პატარა აუზი, მიხვეულ-მოხვეული ბილიკები სხვადასხვა ტერიტორიებზე. მაგრამ აქ არის საქმე ბაღებთან დაკავშირებით. ისინი თავს არ ინარჩუნებენ. მარტო დარჩენილი სარეველები იფხრობენ. მცენარეები კვდებიან უყურადღებობისგან. აუზი ხდება სტაგნაცია. რამდენიმე სეზონის განმავლობაში, ლამაზი ბაღი შეიძლება გახდეს გადაჭარბებული არეულობა. თქვენი ენერგეტიკული ველი ეს ბაღია. ის მოითხოვს ყოველდღიურ მოვლას. არა შრომის საათები. უბრალოდ თანმიმდევრული ყურადღება. რამდენიმე წუთი აქა-იქ საკმარისია იმისთვის, რომ ყველაფერი განვითარდეს თქვენთვის სასურველი მიმართულებით. როგორ გამოიყურება ყოველდღიური ენერგეტიკული მებაღეობა? დილიდან იწყება. გაღვიძების შემდეგ პირველი წუთები ძვირფასია. თქვენი გონება ჯერ კიდევ რბილია, ჯერ კიდევ ღია, ჯერ კიდევ არ არის გამაგრებული მის ჩვეულ ნიმუშებში. რასაც აკეთებ ამ წუთებში, აყალიბებს ტონს მთელი დღისთვის.
იმის ნაცვლად, რომ დაუყონებლივ მიაღწიოთ თქვენს ტელეფონს, ჩაისუნთქეთ სამივე სუნთქვა. იგრძენი შენი სხეულის აწოლში. შენიშნე, რომ ცოცხალი ხარ. ეს არ არის პატარა. უსაზღურო შესაძლებლობიდან. თქვენ გექნებათ კიდევ ერთი დღე. დარეგისტრირდეს. დაიდეთ ხელი გულზე. იგრძენი ცემა. მიეცით საშუალება იგრძნოთ მადლიერება ამ ერთგული ორგანოს მიმართ, რომელიც მუშაობს თქვენზე დაბადებამდე. დაისახეთ განზრახვა დღისთვის. არ არის მიზანი. განზრახვა. როგორ გინდა იგრძნო თავი? რა ხარისხის გსურთ შემოიტანოთ თქვენს ინტერაქციაში? როგორი ენერგიის დამუშავება გსურთ? ამას 2 წუთზე ნაკლები სჭირდება, მაგრამ ეს 2 წუთი ქმნის ტალღებს, რომლებიც ვრცელდება მთელი დღის განმავლობაში. როდესაც დილის რუტინას მოძრაობთ, იხავით დაკავშირებული თქვენს სხეულთან. იგრძენი წყალი შხაპში. დააკვირდით თქვენი საუზმის გემოს. ხორცშესხმული ყოფნის ეს მომენტები ბაღის მორწყვას ჰგავს. ისინი ინარჩუნებენ თქვენს ენერგეტიკულ ველს ფიზიკურში ფესვგადგმულს, ვიდრე მომავლის შესახებ შეშფოთებულ აზრებს. თუ შეგიძლიათ რამდენიმე წუთი დაუთმოთ უფრო ოფიციალურ პრაქტიკას, მაშინაც კი 5-წუთიანი მედიტაცია, სუნთქვა და ნაზი მოძრაობა განასხვავებს. სარეველას ბალახს ჰგავს. გაასუფთავეთ ის, რაც არ ეკუთვნის, რათა კარგ მცენარეებს ჰქონდეთ ადგილი ზრდისთვის. მთელი დღის განმავლობაში შეამოწმეთ თქვენი ბაღები. საჯიროების შემთხვევაში დააყენეთ შეხსენება. ყოველ რამდენიმე საათში ერთხელ, 30 წამი უნდა შეამჩნიოთ. რას გრძნობს ჩემი სხეული ახლა? რა ემოციებია წარმოდგენილი? ჩემი ენერგია გაფანტულია თუ ორიენტირებული? თქვენ არაფრის გაკეთება არ გჭირდებათ ამ ინფორმაციასთან. მხოლოდ შენიშვნა საკმარისია. ყურადღების მიქცევის უბრალო აქტი მიდრეკილია საგნების პოზიტიური მიმართულებით გადაქცევას. როდესაც შეამჩნევთ, რომ თქვენი ენერგია მცირდება ან იფანტება, გაქვთ არჩევანი. რამდენიმე ღრმა ჩასუნთქვამ შეიძლება აღადგინოს თქვენი ნერვული სისტემა. სუნთქვა 4 დათვლით, შეკავება 4, ამოსუნთქვა 6-ზე აქტიურებს პარასიმპათიკურ რეაქციას. გადაგაქვთ სტრესის რეჟიმიდან აღდგენის რეჟიმში. თუნდაც 1 წუთით გარეთ გასვლა გაკავშირებთ ბუნების უფრო დიდ ველთან. დედამიწას აქვს საკუთარი ენერგია, სტაბილური და დასაბუთებული. ხეები მუდმივად გარდაქმნიან სინათლეს სიცოცხლის ძალად. მათ მახლობლად დგომამ შეიძლება გადაიტანოს თქვენი ველი. მოძრაობა არყევს ფხვიერ სტაგნატურ ენერგიას. თუნდაც ხანმოკლე გასეირნება, რამდენიმე გაჩინვა, ხელების და მკლავების კანკალიც კი შეიძლება ისევ გაგიჟონოთ. ყურადღება მიაქციეთ გადასვლებს. აქტივობებს შორის მომენტები არის ენერგიის შენარჩუნების შესაძლებლობა. სანამ შეხვედრაზე შეხვალთ, ამოისუნთქეთ და იგრძენით თქვენი ფეხები მიწაზე. სანამ ტელეფონს აიღებთ, კონცენტრირდით გულში. სანამ დღის ბოლოს გასეირნებთ წინაკარს, შეგნებულად გაათავისუფლეთ დაძაბულობა, რომელსაც ატარებთ, რათა არ შეიყვანოთ იგი თქვენს სახლში. ეს მცირე პრაქტიკები, რომლებიც შესრულებულია თანმიმდევრულად გარდაქმნის თქვენს ენერგეტიკულ ველს დროთა განმავლობაში. არა დრამატული ძალისხმევის, არამედ სტაბილური, მომთმენი მებაღეობის მეშვეობით. როგორ აყალიბებს წყალი ქვას? რთული პროცენტი სიმდიდრეს ქმნის. მცირე შენატანები მუდმივად გამოიყენება, რაც იწვევს საოცარ შედეგებს. საღამო არის მოსავლისა და გამოშვებისთვის. ძილის წინ დაუთმეთ რამდენიმე წამი თქვენი დღის გადახედვას. არა იმისთვის, რომ განსაჯო საკუთარი თავი, არამედ ისწავლო. სად შეინარჩუნე თანმიმდევრულობა? სად დაკარგე? რამ გამოიწვია თქვენ? რამ დაგიჭირათ მხარი? ეს არ არის თვითკრიტიკა. ეს არის ინფორმაციის შეგროვება. მონაცემები ხვალინდელი მებაღეობისთვის. შემდეგ გაათავისუფლეთ დღე. დაე იყოს სრული. რაც არ დასრულებულა, შეიძლება დაველოდოთ. რაც არ უნდა წარიმართა, ხვალ შეიძლება განიხილებოდეს. შენი ერთადერთი საქმე ახლა დასვენებაა. ისუნთქეთ ნელა. იგრძენი თავი. დაე, ბაღი დაისვენოს სიბნელეში, სადაც განახლების უხილავმა პროცესებმა შეიძლება ჯადოსნური მოქმედება მოახდინოს. ასე გამოიყურება ყოველდღიური ენერგეტიკული მებაღეობა. არაფერი დრამატული, არაფერი, რაც მოითხოვს სპეციალურ აღჭურვილობას ან გარემოებებს. უბრალოდ თანმიმდევრული, ნაზი ყურადღება უხილავი ბაღის მიმართ, რომელიც თქვენ მოგეცემათ. ადამიანების უმეტესობა არასოდეს აკვირდება თავის ენერგეტიკულ ველს შეგნებულად. ისინი აძლევენ მას ველურად გაზრდის საშუალებას,
რეაგირებენ ნებისმიერ თესლზე, რომელიც იფეთქებს და აწარმოებენ ნებისმიერ მოსავალს, რომელიც აღმოცენდება. შემდეგ კი აინტერესებთ, რატომ გრძნობენ თავს ასე დაღლილად, ასე მიმოფანტულად და გარემოების წყალობაზე. ახლა თქვენ უგეთ იცით. თქვენ იცით, რომ თქვენ გაქვთ ბაღი. თქვენ იცით, რომ ის პასუხობს ყურადღებას. თქვენ იცით, რომ მცირე, თანმიმდევრული ძალისხმევა იძლევა ღრმა შედეგებს. ერთადერთი საკითხია, შეასრულებ თუ არა საქმეს. არსებობს ბამბუკის სახეობა, რომელიც ცნობილია მებოსტნეებში. როდესაც თესლს დარგავთ, პირველი წლის განმავლობაში არაფერი ჩანს. მორცხავთ მას, ავლებთ მიწას. არაფერი. მეორე წელს იგივე. მესამე წელი, მეოთხე წელი, ჯერ კიდევ არ ჩანს ბამბუკი მიწის ზემოთ. უმეტესობა უარს ითხოვდა. დაასკვნეთ, რომ თესლი მკვდარი იყო. სხვა რამეზე გადადი. მაგრამ შემდეგ მეხუთე წელს ბამბუკი 6 კვირაში 90 ფუტის აწევას იწევს. სად იყო ბამბუკი მთელი ამ ხნის განმავლობაში? ფესვებს ზრდიდა. ზედაპირის ქვეშ უხილავი ვინმესთვის უზარმაზარი ფესვთა სისტემა ვითარდებოდა. ბამბუკი ვერ გაუძლებდა 90 ფუტის ზრდას მიწისქვეშა საძირკვლის გარეშე. უხილავი პროგრესის წლები არ იყო დაკარგული. ისინი აუცილებელი იყო. ენერგეტიკული მუშაობა ამ ბამბუკის მსგავსია. თავიდან შეიძლება ბევრი ვერ შეამჩნიოთ. თქვენ აკეთებთ პრაქტიკებს. შენს ბაღებს უვლი. და ცხოვრება გრძელდება მეტ-ნაკლებად, როგორც ადრე. ეს არის ის, სადაც უმეტესობა ტოვებს თავს. ფეიერვერკებს ელოდნენ და ჩვეულებრივი დღეები მიიღეს. მაგრამ ზედაპირის ქვეშ, თქვენი ცნობიერი გონებისთვის უხილავი ფესვები იზრდება. ხალიბდება ნერვული გზები. თქვენი ნერვული სისტემა ხელახალი კალიბრაციაა. თქვენი საბაზისო ხაზი იცვლება ზედმეტად დახვეწილი გზებით, რათა აღვიქვათ დღითი დღე, მაგრამ ღრმა, როდესაც იზომება თვეებისა და წლების განმავლობაში. მაშინ, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ელოდები, რაღაც არღვევს. შეამჩნევთ, რომ კვირების განმავლობაში არ გქონიათ მხრებში ნაცნობი დაძაბულობა. თქვენ ხვდებით, რომ სიტუაცია, რომელიც აქამდე ბრასს გამოიწვევდა, მხოლოდ მსუბუქ გაღიზიანებას იწვევს, რომელიც სწრაფად გადის. ერთ დილას იღვიძებ და უმიზეზოდ თავს ნამდვილად კარგად გრძნობ. ხალხი იწყებს კომენტარს, რომ რაღაც განსხვავებულია შენში. კონკრეტულად რას ვერ იტყვიან. უფრო მშვიდი, უფრო მყოფი გეჩვენება. შენს თვალებში არის რაღაც, რაც აქამდე არ იყო. ეს არის ბამბუკის სროლა. უხილავი პროგრესის მთელი ის დღეები მოულოდნელად ხილული ხდება. და ისევე როგორც ბამბუკი, ზრდა ხდება უფრო სწრაფად, ვიდრე ეს შესაძლებელია, ზუსტად იმ ფესვების განვითარების გამო, რაც ადრე მოხდა. მაგრამ აი, რა უნდა გესმოდეთ. ზრდა არ ჩერდება. ამ მოგზაურობას დასასრული არ აქვს. არ არსებობს დონე, რომელზედაც შეგიძლია გამოაცხადო თავი დასრულებულად და შეწყვიტო ვარჯიში. ყოველი ტრადიციის ოსტატები აგრძელებდნენ ვარჯიშს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. არა იმიტომ, რომ მათ ვერ მიაღწიეს ოსტატობას. რადგან მათ ესმოდათ, რომ ოსტატობა არ არის დანიშნულება, მიმართულება, ორიენტაცია, ცხოვრებაში ჩართვის გზა, რომელიც სამუდამოდ ღრმავდება. ეს შეიძლება საშინლად ჟღერდეს, მაგრამ რეალურად განმათავისუფლებელია. თქვენ არ უნდა მიიღოთ სადმე. თქვენ უბრალოდ უნდა გააგრძელოთ. განაგრძეთ მოვლა. განაგრძეთ ზრდა. მოგზაურობა არის წერტილი. და მოგზაურობა უფრო ადვილი ხდება. თავდაპირველად, თანმიმდევრულობის შენარჩუნებას ძალისხმევა სჭირდება. თქვენ შეგნებულად უნდა აირჩიოთ იგი. უნდა დაიმახსოვროთ, რომ შეამოწმოთ. აქტიურად უნდა დაუპირისპირდეთ ცხოვრებისეულ ჩვევებს. დროთა განმავლობაში, თანმიმდევრულობა უფრო ბუნებრივი ხდება. თქვენი ნერვული სისტემა ავითარებს ახალ ნაგულისხმევს. პრაქტიკა, რომელიც ოდესღაც იძულებით გრძნობდა თავს, იწყებს დინებას. ბაღის მოვლა მაინც გიწევს, მაგრამ ბაღი შენთან იწყებს მუშაობას. მას სურს საყვავება. თქვენ აღარ ებრძვით მის ბუნებას. თქვენ თანამშრომლობთ მასთან. შეიძლება იყოს წარუმატებლობები. ცხოვრებას აქვს ჩვენი გამოცდა. სწორედ მაშინ, როცა ფიქრობ, რომ ახალ დონეზე დასტაბილურდი, რაღაც ჩნდება, რომელიც შეარყევს შენს საფუძველს. დანაკარგი, კრიზისი, ღალატი, ავადმყოფობა. ეს არ არის თქვენი პრაქტიკის წარუმატებლობები. ისინი მოწვევები არიან მის გასაღრმავებლად. ყველა ტრადიცია საუბრობს სულიერ კრიზისებზე, რომლებიც წინ უსწრებს ცნობიერების დიდ ნახტომებს. სამყარო ეკითხება, მართლა გინდა ეს?
მზად ხარ გააგრძელო მაშინაც კი, როცა ეს რთულია? ეს ტესტები არ არის სასჯელი. ისინი კარიბჭეა. გაიარეთ ისინი და აღმოაჩენთ შესაძლებლობებს, რომლებიც არ იცოდით, რომ გქონდათ. სიღრმეებს, რომლებსაც ვერ მიაღწევდი, რომ არ მიგყავდე. სტაბილურობა, რომელიც მოდის არა სირთულის თავიდან აცილებით, არამედ მასში შეგნებულად გადაადგილებით. ასე რომ, როცა ამ ვიდეოს დატოვებთ და ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდებით, გაიხსენეთ ბამბუკი. ფესვები მაშინაც კი იზრდება, როცა მათ ვერ ხედავ. პრაქტიკა მუშაობს მაშინაც კი, როცა განსხვავებულად არ გრძნობ თავს. ენერგეტიკული ველი, რომელსაც დღეს ამუშავებთ, ხელს შეუწყობს იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც ჯერ ვერ წარმოიდგენთ. თქვენ მხოლოდ უნდა გააგრძელოთ გზა. განაგრძეთ მოვლა. განაგრძეთ უხილავი ფესვების მორცვა. გარღვევა მოვა. და როდესაც ეს მოხდება, თქვენ გადახედავთ ამ წყნარი ვარჯიშის ამ დღეებს და მიხვდებით, რომ ტყუილად არაფერი ყოფილა. ყურადღების ყოველი წამი თესლი იყო. ბაღი, რომელსაც ახლა რგავ, არის ის ბაღი, რომელსაც მთელი ცხოვრება აგროვებთ. ჩვენ ერთად ბევრი მიწა დავფარეთ. ენერგიის ოკეანე, რომელშიც თქვენ ბანაობთ. თქვენი არსების სამი ბაღი. ტალღებს თქვენი აზრები ქმნის. შენი გულის მუსიკა. უძველესი სიბრძნე, რომელიც ასახავს ამ ტერიტორიებს. შინაგანი მზე ელოდება ნათებას. ემოციები, როგორც ამინდი ცნობიერების ცაში. ქსელი, რომელიც აკავშირებს ყველაფერს. მოვლის ყოველდღიური პრაქტიკა. უხილავი ზრდის გრძელი თამაში. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ინფორმაცია, სანამ არ გამოიყენებთ მას. სიტყვები ეკრანზე ან ხმები თქვენს ყურებში. რუგა არ არის ტერიტორია. მენიუ არ არის კვება. ასე რომ, აქ არის ჩემი მოწვევა თქვენთან ამაღამ. სანამ დაიძინებ, გააკეთე მხოლოდ ერთი რამ, რაზეც ვისაუბრეთ. არ აქვს მნიშვნელობა რომელი. დაიდეთ ხელი გულზე და ამოისუნთქეთ მადლიერებით რამდენიმე წუთის განმავლობაში. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი შიდა მზე უფრო კაშკაშა ანათებს. სრულად იგრძენით ემოცია მასთან იდენტიფიკაციის გარეშე, რასაც გეძახის. ნუ ეცდებით ყველაფრის გაკეთებას. ნუ გახდებით ეს კიდევ ერთი პუნქტი თქვენი თვითგაუმჯობესების საქმეების სიაში. უბრალოდ გააკეთე ერთი რამ გულწრფელი ყურადღებით და შეამჩნიე რა ხდება. თუ რამე შეიცვლება, თუნდაც რაღაც პატარა, თქვენ გეცოდინებათ, რომ ეს რეალურია. არა იმიტომ რომ გითხარი. იმიტომ რომ შენ თვითონ გრძნობდი ამას. ეს პირდაპირი გამოცდილება 1000 საათზე მეტია, ვიდრე კითხვა ან მოსმენა. ეს არის თესლი, საიდანაც ყველაფერი იზრდება. და თუ აშკარა არაფერი იცვლება, ესეც კარგია. გაიხსენეთ ბამბუკი. ფესვები იზრდება. თქვენ უკვე დაიწყეთ რაღაც დღეს მხოლოდ აქ ყოფნით. ამ იდეების გახსნით. იმის გათვალისწინებით, რომ შეიძლება იმაზე მეტი იყოს, ვიდრე გასწავლეს. ხვალ სცადე კიდევ ერთი რამ. მეორე დღეს მეორე. მიეცით საშუალება, რომ თქვენი ენერგეტიკული მუშაობა ორგანულად გაიზარდოს, როგორც ბაღი, რომელიც თავად რგავს იმას, რასაც თქვენ ყურადღებას აქცევთ. ნუ აიძულებთ მას ხისტი გრაფიკით. დაე, ის გახდეს თქვენი ცხოვრების ნაწილი და არა სხვა ვალდებულება, რომელსაც ვერ ასრულებთ. რამდენიმე დღე გულმოდგინედ ივარჯიშებთ. რამდენიმე დღე მთლიანად დაგავიწყდებათ. ეს კარგია. ბაღი არ საჭიროებს სრულყოფილებას. ეს მოითხოვს გამძლეობას. ისევ და ისევ გამოჩნდება. მაშინაც კი, როცა უგულებელყოფთ მას. მას შემდეგაც კი, რაც ქარიშხალმა ყველაფერი დაანგრია. ჩვენება პრაქტიკაა. ახლა შენს ცხოვრებას დაუბრუნდები. იგივე პასუხისმგებლობები. იგივე სამყარო. მაგრამ არა იგივე ყოფნა. თქვენ შედიხართ ოთახებში სიმყარით. თქვენი ნერვული სისტემა ხდება უსაფრთხოების სიგნალი. თქვენი თანმიმდევრულობა ძალისხმევის გარეშე იწყებს სხვების ამაღლებას. ეს არის საჩუქარი, რომელსაც თქვენ დააბრუნებთ ინტერნეტში. თქვენი რეგულირებული ყოფნა. შენი მშვიდი ცნობიერება. თქვენი უნარი, აირჩიოთ პასუხი რეაქციის ნაცვლად. მე მინდა ვაღიარო რაღაც სანამ დავშორდებით. ეს გზა ყველასთვის არ არის. ბევრი ადამიანი კმაყოფილია თავისი ცხოვრებით ისეთი, როგორიც არის. ისინი ამ ტერიტორიების შესწავლის სურვილს არ გრძნობენ. ისინი არ არიან ამისთვის უარესი. სხვადასხვა სულს განსხვავებული მოგზაურობა აქვს. მაგრამ თუ თქვენ ჯერ კიდევ აქ ხართ, თუ ამ სიტყვებში რაღაც რეზონანსული იყო თქვენში, ალბათ არსებობს მიზეზი. თქვენი ნაწილი აღიარებს ამ მასალას არა ახალ ინფორმაციას,
არამედ როგორც დამახსოვრებულ სიმართლეს. თქვენ ელოდით ნებართვას, რომ ეს სერიოზულად მიიღოთ. იმის დასადასტურებლად, რომ გიჟი არ ხარ. ჩარჩოსთვის, რომელიც გრძნობს გამოცდილებას, თქვენ ვერ ახსნით. ჩათვალეთ ეს თქვენი ნებართვა. თქვენი დადასტურება. შენი მოწვევა. ენერგეტიკული ველი რეალურია. შეგიძლიათ ისწავლოთ მისი გრძნობა და მასთან მუშაობა. პრაქტიკა არსებობს და მუშაობს. უძველესი ტრადიციები ამას არ ქმნიდა. თანამედროვე მეცნიერება იწყებს იმის დადასტურებას, რაც მისტიკოსებმა ყოველთვის იცოდნენ. თქვენ ბევრად მეტი ხართ, ვიდრე ფიზიკური სხეული, რომელიც მოძრაობს მატერიალურ სივრცეში. თქვენ ხართ შეგნებული არსება, რომელიც ცურავს ენერგიის ოკეანეში, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ამ ოკეანეზე ისე, რომ გარდაქმნას თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილება. სად წახვალ აქედან შენი გადასაწყვეტია. ზოგიერთი თქვენგანი ამას ერთხელ უყურებს და აღარასოდეს იფიქრებს მასზე. ეს კარგია. თესლი დარგეს. შეიძლება წლების შემდეგ აღმოცენდეს მომენტში, როცა ვერ იწინასწარმეტყველებ, როდის გაახსენდები მოულოდნელად რაღაცას და საბოლოოდ აზრი აქვს. ზოგიერთი თქვენგანი დაუყოვნებლივ დაიწყებს ვარჯიშს. დაინახავს შედეგებს და განავითარებს უწყვეტ ურთიერთობას თქვენს ენერგეტიკულ ველთან. თქვენი ცხოვრება გარდაიქმნება ისეთი გზებით, რომელთა აღწერა ძნელია, მაგრამ უარყოფა შეუძლებელია. თქვენ გახდებით ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი, ვინც ატარებს გარკვეულ ხარისხს. ყოფნა. სინათლე, რომელსაც სხვები გრძნობენ. უმეტესობა თქვენგანი სადღაც შუაში მოხვდება. ცოტა ხანს ივარჯიშებ, დაივიწყებ, ისევ ივარჯიშებ, წაიქცევი, დაბრუნდები. ბილიკი გაბწყინდება, ვიდრე სწორი. და ეს სრულიად ნორმალურია. ბაღი ელოდება. ეს არ განსჯის რამდენ ხანს არ იყავი. ის უბრალოდ პასუხობს თქვენს ყურადღებას, როდესაც დაბრუნდებით. მთავარი ის არ არის, სად აღმოჩნდები. მთავარია, რომ თქვენ მოისმინეთ მოწვევა. თქვენ ახლა იცით, რომ ეს ბაღი არსებობს. თქვენ გაქვთ ინსტრუმენტები მის მოსავლელად. დანარჩენი ვითარდება თავის დროზე, თავისებურად, თქვენი უნიკალური მოგზაურობის მიხედვით. ენდეთ პროცესს. ენდე საკუთარ თავს. ენდეთ ინტელექტს, რომელიც ინარჩუნებს თქვენს გულს და ფილტვებს სუნთქავს თქვენგან ყოველგვარი შეგნებული ძალისხმევის გარეშე. იგივე ინტელექტი წარმართავს თქვენს ენერგეტიკულ მუშაობას, თუ ამის უფლებას მისცემთ. თქვენ არ გჭირდებათ ყველაფრის გარკვევა. თქვენ უბრალოდ უნდა გამოჩნდეთ, ყურადღება მიაქციოთ და ნება მიეცით ბაღს გასწავლოთ ის, რისი გაზრდაც სურს. გმადლობთ აქ ყოფნისთვის. აქამდე მოსასმენად. იმისთვის, რომ იყო ისეთი ადამიანი, ვისაც ეს აინტერესებს.